აუ მე კიდე მამა ჩემის კომპიუტერში გერმანული პორნო ვნახე და დისკზე ჩავწერე. გერმანული პორნო? დღეს ხი მარტო არის და როდეც დენ არც არაფერი აიღეს, არც შეჭამეს არაფერი. ეს არის. გამოსხივება ხო არა აქვს ნეტა. მე ეს რა არის უკაცრავად? არიცით რა არის? მე უკაცრავად. რა არის არიცით ეს? ეს ჩვეულებრივი დისკია. გამოსხივება ხო არ აქვს? არა მგონია. არა? მე ჯანდება მაგათ თავს შევინახავ იქნება. მოაკითხო მე. რაც ეს ახალგაზრდები რაზე ფიქრობენ? მაგათ ტვინში ჩამახედა რა. არტისტიზმი და როგორ ფლობთ ამ მიმიკებს რა? მიმიკებს? რა მიმიკებს? კაცო, ნიღბით ვიყავი და რა მიმიკებს? ნიღავი. გინდა გაგახარო? კი. გინდა? დისკზე ჩავწერე ჩემი სერიალი? ხო. და უყურეთ. აი და გაგახარებთო? აი გამიხარდა აუცილებლად უყურებთ პირობას გაძლევთ ბატონო ფრიდონ ჩემთან დღეს შევკრენ ყველას და ერთად უყურებთ ამ ფილმს ისიამოვნებთ ძალიან მე გადაღებაზე მეჩქარება გადაღებაზე წავალმე ხო? მე შევალ ბისკვიტი არ ჩამივარდე ლაშა დიდხანს გელოდოთ ახლა 2 წამში იქნება მზად ამიტომ აუცილებელია ყველა მოყუროთ ფრიდონის ფილმს. რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი ელენე, ამიტომ ეწავა თქვენ უყურეთ, მე მომიყევით რამე. არ მიდალა. აჯექი ერთი წუთი პატა რა მოგივიდა შენ კიდე უხერხულია იმ კაცთან. გთხოვა რომ ყველა მერთოდ უყურეთო დისკზე გადაწერა და მოგვიტანა. დავუხტე ახლა და იწყება. ხარტი ხამი. და თვითონ მოვა? მოგვიანებით შემოვალო. ხო, რა მინდა იცი ლაშა, ჩემი ემზარი ხოცი რა ნიჭიერი კაცია. ხო და მინდა ფრიდონს თხო რომ ერთი პატარა როლი სადმე მისცეს. და სხვა Mein Guter. Siehst so aus, als hätte ich für einen verkalkt. ой, კი არ ვიცოდი ფრიდონის ფილმი გერმანულ ენაზე თუ იყო. ქალტონო თქვენ ხო ამბობდით გერმანული ვიცი. კი ვიცი. ხო, მე აბა რა შეუბნება ეხა ეს ნიღბიანი კაცი იმ ქალს ერთი აბა მიხარეთ ერთი. რა არის იცი მე მგონი დამარიწყდა. ეხლა ამან ისეთი რამე უთხრა ალბათ მეშლია. რა არის ეს? ალაშა რა სიტყვებს ამბობ ბავშვთან? რა სიტყვებს ამბობ კი რას ვაყურებინებთ ბავშვს? მე რა არის ეს ხალხო? ვაიმე ლაშა მამასდე. რა არის არა ისა რა ქვია? მე მგონი ჩემთვის ამის ყურება არ შეიძლება. ლაშა დააპაუზე. რა გიყვე დააპაუზე ლაშა? ვაიმე გამორთე ლაშა. მოიცა ეს თუ არ გამორთე, მოიცა რა უნდა გამორთე. საზიზღრობა გამორთე რა არის? რა საზიზღრობა ეს რა არის? ნიკა ადი ოთახში. ხო, ავალ დამეცადინე. მოიცა შენ ხო იმეცადინე უკვე. ხო, მაგრამ ისეთ რაღაცას მაყურებინეთ, რომ ვიმეცადინე. ამ ფილმში მონაწილეობს ფრიდონი? ისი ეთყობა, მაგრამ მე რა ვერ გავიგეცი, რომელი იყო ეხლა ფრიდონი ეს მათრახს ვის ურტყავდა? მეორე ვისაც ურტყავდნენ თუ რომელია ფრიდონი? არის იცი დილით მითხრა რომ ნიღაბში ვიყავიო და ალბათ ის ნიღბიანი. აჰა, ნიღბიანი. ნიღაბი მათრახი და ჯანდა. ისე, ნუ ვიცოდა. თქვენ ემზარისთვის რაღაც პატარა როლი გინდოდათ, ხო? გამარჯობა. გადი. ნახეთ, მოგეწონათ. ბატონო ფრიდონ, ჩვენ სხვა რამეს ველოდით. იცი არც მე ველოდი ასეთი თუ გამოვიდოდა. სცენარია ძალიან ძლიერი. კი, აბა. ძლიერია ეთყობა და მსახიობების მაგარი პროფესიონალები ხარ. მადლობა ასეთი შეფასებისთვის. თავიდან კი გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ რეჟისორმა დაგვაკვალიანა, ასე ვთქვათ, მითითებები რომ მოგცა. მე უკვე გაგვიადვილდა. მე ახლა ჩემი იმპროვიზაცია გავუშვი იქ და
და ეს ტელევიზიით გადის? კი, ელენე, რა პრობლემაა? კი, ტელევიზიით. პრინციპში არაფერი. გაგიხმეს თან. ლაშა, გულახდილად მითხარი, რომელი ეპიზოდი მოგეწონა? რა იყო ლაშა უთხარი მიდი გულახდილად უთხარი აბა გაიხსნა მიდი რომელი თლიანობაში იყო ფილმი კარგი ძალიან თან მე ბოლომდე ვერ ვუყურე სამწუხაროდ მე რა სამწუხარო რაც უნდა მოიცა გინდა შენთვის ბოლო სცენას ვითამაშებ აქვე სხვა დროს ბოლომდე უყურეთ რა ბოლოს ისე იხლართება სხვათაშორის არც ახლა აკლდა გადახლართო ხო მე წავალ ახლა ძალიან სერიოზული სცენა მაქვს ხვალ გადასაღები ნუ აი ძალიან ურთულესი სცენა მაქვს ჩემთან სახლში უნდა გავიდე და ვირეპეტიციო შენ მაინც არაფერს აკეთებ და წამო არ გინდა პარტნიორობა გავიქცე რატომ გაფეს რა მაკატრა? ნუ მიაქცევთ ყურადღებას ბატონო ფრიდონი, ნუ მიაქცევთ. როგორ ლაშა შენ მაინც წამო. აბა ეხა თუ მიდიხარ ეს ხალხი აპკი როგორ ჩამოასწრიან ეს? რა გამიგეთ ზუანტელმა დამიარა დედასპიცა ვარ ეს რა გამიგეთ. დაწყნარდი ავედი მე ნიკასთან. რატომ? მიდი ავიადი მე რატომ? მიხედე კაცო, მიხედე. რატომ ხარ? ჰაიდე კაცო ეს ფრიდონი რატომ? ლაშა. მომისმინე შენ ლუდი გააქვთ ამოვიტანო, ჰა? რა ლუდი უნდა ამოიტანო, გაგიჟდი შენ ლუდის მეტი რა მაგაცო.